ჩემი მხრიდან მიწევს უფრო მეტად პოლიტიკური კონტექსტი შემოვიტანო და პოლიტიკური კომუნიკაციის რისგანაც შიშოქრო ბევრი ჩვენგანი ძალიან გადაღლილია, მაგრამ იმედია საინტერესო იქნება ამის გადააზრება რაღაც გენდერის და ტექნოლოგიების კუთხით. და დღეს მე ვისაუბრებ ჰეგემონიურ მასკულინობაზე სოციალურ მედიაში, უფრო მეტად არალიბერალურ კონტექსტში, როგორ ქმნიან პოლიტიკური ლიდერები ჰეგემონიურ მასკულინობის იმიჯს და როგორ გამოიყენებენ ისინი თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის და გამყარებისთვის. ამ ჩემი მხრიდან პირველ რიგში უფრო საფრთხებზე ვისაუბრებ და შემდეგ კოლეგები გაგვიზიარებენ თავიანთ პრინციპში გამოცდილებებს, როგორ შეიძლება ამ საფრთხებისგან თავი დავიცვათ. ცოტა უფრო ზოგადი მიმოხილვით დავიწყებ, მართალია წინაპანაზე იყო საუბარი ციფრულ ავტორიტარიზმზე, მაგრამ მაინც მშრალად რომ არ წარმოუადგინა შემდგომ ჩემი მიდგომები და დაერედებები რომ არ იყოს და ასევე ყველანი რომ რაღაც საერთო საფეხურზე ვიყოთ. პირველ რიგში ის რომ დღესდღეობით ისეთი მოცემულობა არის, რომ დემოკრატიის იკუსვის პროცესში შეიქმნა რაღაც ახალი ტიპის ფასადური მართლობის ფორმები. და რაც გულისხმობს ეს ყველაფერი, რომ ბინარულ ავტორიტარულ დემოკრატიულ რეჟიმებს შორის გაჩნდა ახალი ისეთი რეჟიმის დამახასიათებელი ცნებები, ტერმინები, მათ შორის აკადემიაში, რომლებიც მრავალი ეპითეტებით არის შემკული, როგორიც არის არალიბერალური დემოკრატია, დეფექტური დემოკრატია, ელექტორალური ავტორიტარიზმი, კონკურენტული ავტორიტარიზმი და მართლა რაღაცა იულიუს სიარი ამ ყველაფრის და სწორედ ამ რეჟიმების ტიპის ლიდერებზე მინდა დღეს გავამახვილო ყურადღება და ამ რეჟიმებს რაც საერთო მახასიათებლები აქვთ, რომ ისინი თავიანთი სტაბილურობისა და რეჟიმის გადარჩენისთვის იყენებენ რამდენიმე საფუძველს და ერთ-ერთი მათგანი არის რეჟიმის ლეგიტიმაცია ინფორმაციის და პროპაგანდის მეშვეობით. და ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. ეს არის ამ ტიპის ლიდერებს ეძახიან ინფორმაციულ ავტორიტარებსაც, რომლებიც უფრო ცდილობენ შენიღბულად თავიანთი დღის წესრიგი თავს მოახდინონ საზოგადოებას. და რა თქმა უნდა აღნიშნო ამ პირობებში როგორ იყენებენ ისინი სოციალურ ქსელებს და საერთოდ როგორ შეიცვალა სოციალური მედია დღესდღეობით, მათ შორის ასევე საზოგადოების მხრიდან როგორ შეიცვალა ინფორმაციის მოხმარების ჩვევები და კულტურა და რამდენად ვართ ახლა ყველანი მიჩვეული იმას, რომ ძალიან სწრაფად იცვლებოდეს ჩვენ წინაშე რაღაც ციფრული მასალები, კონტენტი, რამდენად ვიზუალური გახდა ეს ყველაფერი და ამ ვიზუალზე ამხელა აქცენტმა ციფრულ სივრცეში გააჩნდა რაღაც ახალი, უფრო განახლებული ტიპის, შეიძლება თქვა ახალი არა, მაგრამ განახლებული ტიპის ვიზუალური პოლიტიკური დისკურსი. და ჩემი კვლევაც მეტად შეეხება ამ ვიზუალურ რეპრეზენტაციებს ამ პოლიტიკური ლიდერების თუ ძალების და როგორ ქმნიან ისინი ჰეგემონიური მასკულინობის იმიჯს. რამდენიმე საინტერესო კვლევაზე მინდა მოგითხრათ ზოგადად პოლიტიკურ კომუნიკაციებში და პოლიტიკური იმის კვლევებში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ დადებითი რაც მოიტანა, რომ ასევე კვლევებს მიეცათ საშუალება უფრო სისტემურად იკვლევენ პოლიტიკური ენა და რამდენიმე ძალიან დიდი ტექსტების და ნაშრომების ჩატარებულმა რაოდენობრივმა ტექსტების ანალიზმა ჩვენა განსხვავებები დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ლიდერებს რა ტიპის ენა ახასიათებს. და ისინი გამოყოფენ არალიბერალური და ლიბერალური სტილის ენას, სადაც არალიბერალური ენის სტილით ხასიათდება ისეთი, სადაც მუდმივად არის ხაზგასმული ძალაუფლება, კანონი, მორჩილება, პატერნალიზმი, ტრადიციონალიზმი და ნაციონალიზმი და ნაკლებად ინკლუზიურია, რა თქმა უნდა, ისენა დემოკრატიულთან, ლიბერალურთან შედარებით. ასევე ის, რომ ბოლო წლებია ამ არალიბერალურ დემოკრატიებში ერთ-ერთი წამყვანი ნარატივი ის არის გენდერზე და მასკულინობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია და ამრიგად ცდილობენ ისინი მანიპულაციის მოხდენა საზოგადოებაზე და ასევე მინდა და გამომეტანა ვიზუალური კომპონენტიც, რომ ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილია დღესდღეობით, რომ საზოგადოების და სოციალური ქსელის მომხმარებელს დიდ გამელასახდეს, რაზის გამომწვეველი კონტენტი ხო და რაღაც ზიზღის მასალა, გამომწვეველი ზიზღის მასალა, მაგრამ ასევე ბოლო წლებია ძალიან პოპულარული გახდა მიმების და რაღაც იუმორისტული ტიპის მასალის გავრცელება სოციალურ ქსელებში და ამას ძალიან ცდილობენ ხე აუწყონ მაგრამ პოლიტიკოსებმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არის კვლევები, როგორ გადაეწყნენ პოლიტიკოსები რაღაც მიმების ენაზე. პოლიტიკური კომუნიკაციების თორემ ეს კვლევის მეთოდები ხო იხვეწება, ბევრი ახალი რაღაც ავტომატიზებული მეთოდები გვაქვს, მაგრამ ვიზუალური კომუნიკაცია უფრო ჯერჯერობით ნაკლებად გამოკვლეულია. ამის სავარაუდო ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ იმდენად სწრაფად იცვლება სტრატეგიები და თვითონ ეს პლატფორმები, რასაც ისინი ერგებიან, რომ შემდგომ უკვე რაღაც რელევანტურობასაც მალე კარგავს, მოცემულ მომენტში რაღაც სტრატეგია.
და დღესდღეობით აინახავთ, რომ მეც წარმოვადგენ უფრო მეტად TikTok-ის და Instagram-ი მიგნებებს, მაგრამ ძალიან მალე შეიძლება ის ახალი რაღაც პლატფორმა გამოჩნდეს, სადაც აბსოლუტურად განახლებულ რაღაც გამოწვევებს წავაწყდეთ. თეორიული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც გავაანალიზე რაც მასალა სოციალურ ქსელებში, პირველ რიგში ეს მემარჯვენე პოპულიზმი, იმიტომ რომ ის არის იცით რომ მემარჯვენე პოპულისტებს ახასიათებთ ყველაზე მეტად ადამიანების დაყოფის ნიადაგზე ემოციებით მართვა, რაციონალურ პოლიტიკაზე მეტად ისინი ემოციებს ეყრდნობიან, ქმნიან რაღაცა ხელოვნურ დიქოტომიებს და ისინი ეს ლიდერები წარმოჩინდებიან როგორც ყველაზე ისეთი ერთი ნაწილი საზოგადოების დამცველებად გარემთ ვისაგან ეს წელი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ და ვინმე საზოგადოების ნებისმიერი წევრი და იდენტობის წარმოადგენელი. და ამ პოპულიზმში შემოდის კიდევ ერთხელ რაღაც ვებერიანული, უფრო ქარიზმატული ლიდერის კულტი, სადაც ეს ცდილობენ, რომ ლიდერს ძალიან ისეთი მამაცი, მკაცრი, ძლიერი იმიჯი მოარგონ და ეს თავისთავად პოპულიზმს არ აქვს ეს გენდერული ესეთი განზომილება, მაგრამ როგორც წესი ეს ქარიზმატული ლიდერის დამახასიათებელი ნიშნებით უფრო მეტად ეს ჰეგემონურ მასკულინობას ეხმიანება. ხო, ამ ჰეგემონურ მასკულინობაში აბსოლუტურად დავაზუსტო რას გულისხმობს და პოლიტიკური მასკულინებაც მაქვს ტერმინი გამოტანილი. ეს არის მასკულინობის, ტრადიციული მასკულინობის იმ ტიპის წარმოდგენები და გაგება, როგორიც არის მაგალითად სიძლიერე, რაც კონკურენტულობისადმი გადაჭარბებული სწრაფვა, მუდმივად აი აქცენტი ამ ძალაუფლებაზე, ეს არის ძალაუფლებზე დაფუძნებული ეს იდენტობა, რომელშიც აღარ არის სივრცე დატოვებული სხვა ტიპის მასკულინობისთვის, მათ შორის მაგალითად რაღაც ისეთი მოწყვლადობის გამომხატველი ემოციების გამოხატვისთვის. და ასევე აფექტური პოლიტიკაც, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ იმიჯის შექმნაში, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ემოციების მართვაზე არის ფრიად ორიენტირებული და სწორედ გამოკვლევია, რომ პოპულისტური ლიდერები ამ აფექტური პოლიტიკის წარმოების პროცესში ხშირად იხდნობიან ამ ჰეგემონური მასკულინობის სტილს და ცდილობენ, რომ ამით მოახდინონ ყველაზე მეტად გავლენა და ეს არის ეს პოპულიზმის აფექტური მასკულინური იდენტობა. რა შეხება უშუალოდ მეთოდოლოგიას, აქ მინდა პატარა ჩართვა გავაკეთო, რომ ეს არის უფრო ჩემი ჯერ კიდევ მუშაობაში მყოფი ნაშრომის უფრო მოკლე ვერსია, ასე ვთქვა, მიგნებების ნაწილი, რომელიც უფრო დესკრიფციული ხასიათის იქნება და რაც პირველადი დამუშავების პირველ პროცესშია. ეს მიგნებები, ეს კვლევა განხორციელდა, როცა არის წარმოდგენილი თვისებრივად, ხოლო ხელით შეგროვებულ მონაცემებზე აქვს საუბარი ჯერჯერობით. იანვარ-მაისის პერიოდში და შესწავლილი იქნა ვიქტორ ორბანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულისტური ლიდერის TikTok და Instagram გვერდები და აუცილებლად ქართული რეალობაც მინდა გადმომეტანა, ეს არის ქართული ოცნების და იაგრე კობახეთის TikTok და Instagram აქტივობა, მაგრამ ასევე ჩვენი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ჩავთვალე აუცილებლად, რომ აქ გამომეტანა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული აქციებთან, უფრო კონკრეტულად დაკავშირებული პოსტები, მათ შორის პოლიციის და სახელმწიფო ძალის სიმბოლიზაცია, როგორ ხდებოდა პლატფორმებზე. ხო, გავაანალიზე როგორც არის ტექსტები, მცირე ტექსტები, როგორც არის ვიდეოები და სურათები და ასევე რაღაც ემოციების გამოხატვის სხვადასხვა ვიზუალური სტრატეგიები. ესე იგი პირველადი ესეთი შეჯამება, რომ რა ტიპის ვიზუალური ინსტრუმენტები გამოიყენება ციფრული მასკულინური ესთეტიკის შესაქმნელად ამ TikTok ანგარიშებზე და Instagram-ზე. პირველი ეს არის მუსიკა და აუდიო და ძალიან პოპულარული აგრესიული ჰიპ-ჰოპ რაღაც მუსიკის დადება ამ ლიდერების ფოტოებზე და ვიდეოებზე და ასევე ნაციონალისტური რაღაც მელოდიები და ჰიმნები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში გაანალიზებულ TikTok-ზე, როდესაც ძალოვნებზე მიდიოდა საქმე და აქციასთან დაკავშირებული პოსტები ვრცელდებოდა, საკმაოდ პოპულარული იყო რუსული ბრენდის მუსიკა და ხო, ეს ვრცელდებოდა ძალიან აქტიურად. ვიდეო მონტაჟი ახლა ჩვენთვის არის ცნობილი, როგორი მასალა და კონტენტი არის პოპულარული TikTok-ზეც და Instagram-ზეც, ეს რილსების სახით, სადაც ეს შენელებული კადრები, უცებ ეს ძლიერი ეფექტის შექმნა, სხვადასხვა კონტრასტის ფილტრები, ეს ყველაფერი იმენერად ითარგმნება ამ პოლიტიკურ ველზეც. ხო, აქ მინდა მეთქვა, რომ ამ საინტერესო იმის ყურება და ნახვა, როგორც ცდილობენ ეს რაღაც პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, როგორც ცდილობს, რომ რეპროდუქცია მოახდინოს ამ ინფლუენსერების და იმ მასალის, რომელიც ასეთი პოპულარულია საზოგადოებაში და ძალიან ხშირად რაღაც კომიკური სახე აქვს ამ ყველაფერს.
ვიზუალური სიმბოლოები ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ემოჯები, რომელსაც მათ პროფილებზე ხვდებით და აქაც მიხვდებით რამდენად ცდილობენ რომ რაღაც ყურადღება გაამახვილონ მასკულინურ ტიპაჟზე. ეს არის ყუნწის სათვალე, კრივი, არწივი იყო საქართველოს შემთხვევაში ხშირად გამოყენებული, ესეც უფრო ძალოვნებთან იყო მიმართებული და რა თქმა უნდა ეროვნულ დროშებს იყენებენ. ჰეშტეგებშიც ძირითადად გამოყენებული იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ხაზს უსმენს რაღაცა მასკულინობას, ექსკლუზიურობის და დომინირების ენის. რაღაც ბრძოლა იწყება, ნამდვილი მგლები, ამაზე იქნება ეს მგლები ძალიან ხშირად ხდება საქართველოში ძალოვნებთან მიმართებით. ჩვენ დავიცავთ და ესე შემდეგ ასეთი ჰეშტეგები. ახლა რაც შეეხება ძირითად თემებს, რომელიც გამოიღო დაკვირვებით ვიზუალური კონტენტის. პირველი ეს ყველაზე დიდი, რაც არის, ეს არის მასკულინობა, როგორც სიძლიერე და მუდმივი იმიჯი ამასთანავე. ორივე შემთხვევაში საქართველოში და უნგრეთში და სხვათა შორის როგორც პოლიტიკაში, ასევე კომუნიკაციის სტრატეგიებში საქართველოს სწავლობს ასე ვთქვათ ურბანის მაგალითზე. ეს არაერთხელ ნახეთ და ახლაც საკმაოდ გავსია მათი კონტენტი ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ეს ლიდერები ცდილობენ წარმოიჩინონ რაღაცა ძალმომრეობაზე აქვს ძალიან დიდი აქცენტი და ფიზიკურ ძალაზე. ეს ერთ-ერთი რაღაც ვიდეოდან არის ამონდარეთი ვიქტორ ურბანის პოსტიდან, სადაც ჩაკ ნორისი წინებდება მას. ეს ვიზუალური რეპრეზენტაცია ყველაზე ხშირად არის ხოლმე სათვალეებით, რა თქმა უნდა, კრივის ასევე ხშირად ხდება და აქ ეს ვიდეოები და ფოტოები ძალიან ხშირად გამოხატულია, როგორც უფრო ეს დასავლური ჰოლივუდური ფილმების მასკულინური ტიპაჟიდან ხშირად არის ძვირადღირებული მანქანიდან ეს გადმოსვლა, პირების გასწორება, ნათვალების გაკეთება და მსგავსი მართლა ძალიან ბევრია რომ ჩამოსხდოთ უბრალოდ მათი ინსტაგრამ, TikTok ანგარიშები შეხვდებით. აქცენტი ხშირად კეთდება ბრძოლის ნაწილზე, მათ შორის გამორჩეულია ურბანის პოსტები, სადაც ის თავის პოლიტიკურ გამოსვლებს, ოპონენტებთან დებატებს, პირდაპირ აიგივებს რაღაც შეკინებასთან, ბრძოლასთან და ამას ახერხებს სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებით და ემოჯებით. თვითონაც თითოეულ მის გამოსვლას ეძახის, რომ ბრძოლა იწყება, ეს მებრძოლთა კლუბი და ასე შემდეგ. ეს უკვე რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს, აქ უცხოელი სტუმრებისთვის განვარტავ, რომ ეს ადამიანი არის შსს განსაკუთრებულ დეპარტამენტზე დავალების ყოფილი დირექტორი უკვე იმჟამინდელი და ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო აქციების ძალადობრივ დაშლის. და TikTok-ზე ამ აქციების პარალელურად ძალიან გააქტიურდა ამ ადამიანების არამხოლოდ ისე არამედ შსს სხვა წარმომადგენლების რომანტიზების პოლიტიკა. და ეს ხდებოდა ამ ტიპის ვიდეოებით, სადაც ის რაღაც მართლა რომანტიზებულია მათი ასეთი არამობიერი რაღაც ასეთი ხასიათი. და ეს ხდებოდა ისევ და ისევ მუსიკალური ფონებით, სხვათა შორის იყო ხაზგასმა მათ სიმპათიური გარეგნობაზე, როგორც თვითონ წერენ. იყო რაღაცა ეს ხარაჯიშვილი წარმოადგენელი, რომ ის რაღაც თვალი ჩაკვრის ვიდეოები, სათვალეები ჩამოხსნა, უცებ გაკეთება. და ეს წარმოადგენელი იყო ასეთი პოზიციებთან, რომ თითქოს ესენი არიან ნამდვილი მამაკაცები ძლიერები და აი მოვიდნენ რომ გაუმკლავდნენ აქციაზე მყოფ რაღაცებს, როგორც თვითონ ამბობენ და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ამ ტიპის რაღაც ემოჯებით არის მუდმივად გადადვერთული. მეორე ცხადია ეს არის უკვე რაღაც ტრადიციონალიზმი, პატრიარქატი, მამობა, ოჯახის კულტი. საქართველოში უნგრეთთან განსხვავებით ძალიან ბევრია ეს რელიგიური კონტენტი და ეს ოჯახთან ერთად ხშირად არის ხოლმე წარმოდგენილი და უნგრეთში ურბანის პოლიტიკიდან გამომდინარე უფრო მეტი აქცენტი კეთდება ამ ჰეტერონორმატიულ ოჯახებზე, მის ღირებულებებზე და ამ ტიპის კონტენტს ხშირად ხვდებით. რაც შეეხება უშუალოდ ქალების მონაწილეობას, ესეც აღსანიშნავია, რომ ძალიან იშვიათია ზოგადად რაღაც ქალის რეპრეზენტაცია თითქმის არ არის მათ კონტენტში, მაგრამ ეს ერთის მე გამომდინარეობს ამ პოლიტიკაში და მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ხო ქალებთან ნაკლებად თანამშრომლობენ, მე ქალები მაინც უფრო ნაკლები არიან, ვისაც ისინი ხვდებიან, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაზე ხშირად ხვდებით ქალებს აი ამ ფორმატში, სადაც მათთან ყვავილებები აქვს რა დედის დღე, მილოცვა, ქალის დღის მილოცვა და აი ამაზე ძალიან დიდი აქცენტი ეკეთდება, ფორმას აქვს რაღაც ყოველი დედის დღეზე სხვათა შორის პოსტებშიც გაზიარებული რაღაც ამ ტიპის ვიდეოები ოჯახით როგორ მიდის ყვავილებით და რომ ეს არის დიდი თავი ფუნქცია დედობა. ამაზე წერება. ეს მესამე რაც თვალში ნამდვილად მოხვდებათ, მხოლოდ მამაკაცთა პოლიტიკა, რომელიც დომინირებულია მთლიანად ამ რაღაც ავტორიტარული ტიპის, მასკულინური იმიჯის მქონე კაცებით და
როგორც ცდილობენ ისინი ამ თავის რეპრეზენტაციებით ამ ჰეგემონური მასკულინების გაძლიერებას. და ერთ-ერთი სხვადასხვა მეთოდი, რაც ძალიან პოპულარულია, ეს არის სპორტის გამოყენება იმისათვის, რომ რაღაცნაირად აიმაღლონ თავიანთი იმიჯი და პოპულარობა. და ამ სპორტის შემთხვევაში ორივე ქვეყანაში ხვდებით სპორტთან დაკავშირებით ერთის მხრივ ისეთ გზავნილებს, რომ ეს ლიდერები არიან სპორტის კომაგები და ამით თავს იწონებენ, მაგრამ მეორე საინტერესო ის, რომ თვითონ ამ სპორტსმენებთან რა ტიპის დამოკიდებულება არის გამოხატული, ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაც სპორტის კომაგობა, ეს არის სპორტი როგორც აი ძმური დამოკიდებულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად არის ისეთი ვიდეოები, სადაც მიდის აი ეს ხელების რაღაც ისეთ ჩამორთმევა, ძალიან ახლობლად, ხარზე მორთქმა და თითქოს აი ეს არის ეს საძმო, ასე ვთქვათ, აი სპორტული სამყარო, საიდანაც ასევე არ ჩანს აი ეს ქალის საერთოდ სხვა ტიპის იდენტობის ადგილი აი ამ სპორტთან მიმართებაში. უნგრეთის მაგალითად, უნგრეთში კიდევ უფრო ცოტა აგრესიული პოსტები შემოხდა, რაღაც ფეხბურთელი, რომელიც აგრესიულად ექცევანის მოწინააღმდეგეს და ახაც პირდაპირ გაიგივებულია, რომ აი უნგრეთთან ვინც მოვა ასე დაემართება რაღაც მსგავსი ცოტა კომიკური პოსტები, მაგრამ ხედავთ, რომ მუდმივად ამაზე მიდის აპერირება. ანუ ეს სპორტი არის საკმაოდ ისეთი წამყვანი თემა ამ ლიდერებისთვის. და ბოლო ესეთი ძირითადი გზავნილი, რაც გამოიყოფა, ეს არის, რა თქმა უნდა, სიძულვის ენა და მარგინალიზება. პირველ რიგში ცოტა განსხვავებული გზავნილებია ამ პერიოდში გამოვლენ, რაც არის დააღნიშნა, რომ ურბანთან იყო ყველაზე მეტი მაინც ჰომოფობიური გზავნილები და ეს გზავნილები შენიღბულია რაღაც ისეთი ემოციური აპელირებით, სადაც ძალიან დიდი როლი უჭირავს ბავშვებს, ვიზუალურ გამოხატულებებზე, ბავშვებს და ოჯახებს, უფრო მეტად ბავშვებს და ეს ოდნავ განახლებული სტრატეგია, იმიტომ რომ ადრე იყო ხოლმე ესეთი კონტენტი, სადაც აი პრაიდიდან იღებდნენ ხოლმე ფოტოებს და ცდილობენ რაღაცნაირად გააღიზიანებენ მომხმარებლები და ახლა პირდაპირ რაღაც ბავშვების ფონად აი ბედნიერი ოჯახები და ამას უცებ რაღაც ჰომოფობიური გზავნილები არის ჩანერგილი ამაში. საქართველოს შემთხვევაში, აი დაურიცხელი რაოდენობის, რა თქმა უნდა, მიზოგინური გზავნილები იყო ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქციებთან დაკავშირებით და აი ამ შეურაცხყოფის ობიექტები ხდებოდნენ ის ტიპის ქალები, უფრო მეტად იმ ტიპის, რომლებიც არჯდებიან აი ამ მასკულინურ ჩარჩოებში, ხომ და ძალიან უფრო მამაცები, აქვთ სხვანაირი გამოხატვის ფორმები, რაც მათთვის არის მიუღებელი და პრინციპში ყველა ის ატრიბუტიკა, რაც დამახასიათებლები, რითაც თვითონ თავს იწონებენ აი ამ მასკულინობით, თუ ეს ახასიათებს რომელიმე ქალს ან რომელიმე გამოსვლაში, რა თქმა უნდა ხდება სიძულვის ენის მთავარი ობიექტი. აქ განზრახ არ გამოვიტანე რაღაც ისეთი პოსტები, რომლებიც შეურაცხყოფილია მათი მიმართ. და ხო, ასე ცდილობენ, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის რომანტიზებას. ეს მიგრებები ახლა შევაჭამებ, რაც აქ იყო წარმოდგენილი, ცხადია არის ძალიან პატარა ნაწილი იმ დამაზიანებელი დისკურსისა, რომელიც სოციალურ ქსელებში მიწარმოება დღესდღეობით, განსაკუთრებით იმ პირობებში იყო, როდესაც ვიცით ძალიან მომძლავრებული რაღაც ფაშისტური ჯგუფები, ულტრარადიკალური ჯგუფები, რომლებიც ასევე რაღაც არ ეწევიან ამ ოფიციალურ კამპანიაში არიან ჩართული ხო და რაღაც ატაკებში ჯგუფებებში კრედიტი იქნება და ასე შემდეგ სხვადასხვა პლატფორმებსაც იყენებენ, მაგრამ ეს მაგალითი მგონია რომ საინტერესოა იმ კუთხით, რომ დავინახოთ როგორ ერგებიან თითქოს ძველმოდური უფრო პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, როგორც ცდილობს მოერგოს ამ თანამედროვე, ძალიან თანამედროვე ფორმებს კომუნიკაციის და როგორ მუდმივად ჩართულები არიან ისინი ამ პროცესში, როგორც ცდილობენ, რომ ფეხი აუდგან ყველანაირ ახალ რაღაც სიახლეს, მათ შორის ძალიან განსხვავდება ზოგადად რომ თქვა მათი სტრატეგიები სხვადასხვა პლატფორმებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იციან კარგად რომელ პლატფორმას რა მომხმარებელი ყავს, იქ ცოტა ცდილობენ ახალგაზრდულ რაღაც კონტენტზე გავიდნენ, Facebook-ზე სხვა ტიპის პოსტებს დებენ და ასე შემდეგ და ეს საკმაოდ გამოწვევა შეიძლება წარმოადგენდეს, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ცდილობენ რაღაც ჰეგემონური მასკულინობის განმტკიცებას და ეს ხდება ამ შემთხვევაში არა პირდაპირ რაღაცა პროპაგანდით, არამედ ყოველდღიური ემოციური ინჟინერიით, რაც შესაძლოა ადამიანს ისეთ გავლენას ახდენდეს, ხო, რომ გაუცნობიერებლად თვითონ დაიწყოს, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭოს ძალადობრივ წესრიგს რეალურად ქვეყანაში და ამაზე თვალი დახუჭოს. ახლა დარწმუნებული რა ყოფის საზოგადოება არ არის აი ამ
ტიპის კომუნიკაციის სტრატეგიის ობიექტი ხო და ვერ იქნება სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სოციალურ ქსელებს იყენებს ისე რომ არ შედის მასში რაღაცა აღჭურვილი აი ამ დამცავი ფარით, რომელიც ბევრ ქვენგანს გექნებათ ხომ, რომ რაღაცა ურთხოვდეს იქიდან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოწვევები შეიძლება ამან უკვე შექმნას სამომავლოდ, მათ შორის რაღაც ახალ თაობებში, ხო, იმიტომ რომ TikTok-ზე ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო აი აქციის პერიოდში, რამდენად აქტიურად ზიარდებოდა აი ამ ძალოვნების ეს რომანტიზებული კონტენტი, ასე ვთქვათ და ეს ვიდეოები რამდენად პოპულარული იყო მათ შორის ახალგაზრდებში. ხო, ბოლოს ალბათ ამაზე პრინციპში გვექნება შემდეგ საუბარიც და ჩვენი კოლეგებს გაგვიზიარებთ ამ გამოცდილებებს, უბრალოდ მისმინოდა მეთქვა, რომ აი სწორედ ამ მოცემულობის გამო არის, რომ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენც იქიდან გამომდინარე, როგორც ხედავთ, მეორე დაჯგუფება ხო, მათ შორის რაღაცა ეს ტრადიციული პოლიტიკოსები სულ მუშაობენ ამაზე, რაღაც შეისწავლიან ხო ფსიქოლოგიას და აი ამ პირობებში როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გამოვძებნოთ ენა, გამოვძებნოთ სტრატეგიები და მათ შორის ის სივრცეც და ვიბრძოლოთ აი ამ სივრცეზეც თუ სად შეიძლება და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საპასუხო ქმედებები და როგორ შეიძლება შეიქმნას რაღაცა ღირებული ალტერნატივა აი ამ აბსოლუტურად ჩაგვრაზე დაფუძნებული დისკურსისა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს იმ პლატფორმებზე, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები მართავენ, ხო და აი ამ პლატფორმებზე ყველაზე მეტად ჩანს დაბალფრების ასიმეტრია, სადაც ისევ და ისევ ძალიან ბევრი ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე გადამწყვეტი არის ის, ვინ ფლობს მეტ რესურსს, როგორ რამდენად დიდ ადამიანს მიწვდება, ხო, ეს დასპონსორება, რამდენად კარგად არის შესწავლილი საზოგადოების გრძნობები, ინტერესები და როგორ შეძლებენ ვინ შეძლებს ყველაზე მეტად, ყველაზე დიდი კონტენტის საინტერესოს, ხარისხიანის, თუ რა ვიცი, შეიძლება დარი ხარისხის იყოს, მაგრამ ყველაზე ისეთი მასები შექმნეს, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ინტერესს და გავლენას მოახდენს მასზე. მადლობა დიდი, და ვიქნები შემდეგ პასუხებისთვის. გადავცემ ახლა სიტყვას.